ახლა სულ სხვანაირი ილიას ნახავთ. უკიდურესად საშიში ვარ. ილია თოფურია თეთრი სახლის ბრძოლისთვის საუკეთესო ფორმაშია. ქართველი ჩემპიონი ამბობს, რომ ახლა არა 100%-ით, არამედ 200%-ით იქნება მზადყოფნაში. ცხოვრებაში პირველად ოქტაგონზე ისე გამოვალ, რომ ჩემი ცხოვრება არ იქნება დამოკიდებული იმაზე, რაც იქ მოხდება. სულ სხვანაირი ილიას ნახავთ, ამბობს თოფურია. გეიჯისა და თოფურიას ბრძოლა 14 ივნისს უნდა გაიმართოს და ის თეთრი სახლის ივენთის მთავარი ბრძოლა იქნება. ეპოქა დასასრულს უახლოვდება. კრისტიანო რონალდო საფეხბურთო კარიერის დასრულებაზე საუბრობს. ლეგენდარული პორტუგალიელის თქმით, კვლავ ტკბება თამაშის პროცესი. კვლავ გაქვს გოლები, თუმცა რეალობა ისაა, რომ ეს ყველაფერი დასასრულთან ახლოს არის. კრისტიანოს კარიერაში 970 გოლი აქვს გატანილი. მისი მიზანი კი 1000 გოლიანი ნიშნულის მიღწევაა. პორტუგალიელს 2026 წლის მუნდიალზეც ვიხილავთ. ეს მისი ბოლო სანაკრებო ტურნირი იქნება. PSG-სა და მიუნხენის ბაიერნს ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების თანაბარი შანსები აქვს. ასე ფიქრობენ ბუკმეიკერები ტურნირის პირველი ნახევარფინალების შემდეგ განახლებული კოეფიციენტების მიხედვით. მათი აზრით 6 მაისს პრაქტიკულად ტურნირის ფინალს ვიხილავთ, რადგან უნდა გაირკვეს თუ რომელი ფავორიტი გამოეთიშება ლიგას. პირველ შეხვედრაში PSG-მ ბაიერნი 5-4 დაამარცხა. თამაშში კვარამ დუბლი შეასრულა. ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესოთა შორის. ლიგის ორგანიზაციამ ქართველი MVP-ს 5 ნომინანტთან ერთად დაასახელა, რომლებიც აღნიშნული ჯილდოსთვის იბრძოლებენ. დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. გამარჯვებული 11 მაისს პროფკავშირის დაგეგმილ ცერემონიაზე გამოვლინდება.